მოგესალმებით. გამარჯობა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. მოგესალმებათ პაატა და ნიკას შოუ, რადგან დღეს ხუთშაბათი საღამოა და ამის შეხსენება წესით აღარც გჭირდებათ ხოლმე. და აქვე მე ინიციატივით შემოვდივარ, რომ ყველა პარასკევი გამოცხადდეს უქმე დღედ. იმიტომ რომ ამ გაგანია ხუთშაბათ საღამოს დალევა გიწევთ და ხვალ სამსახურში წასვლა არასასიამოვნო პროცესი. იკითხავთ ალბათ, რატომ გიწევთ და გვიწევს დალევა რა? კარგით რა. იმიტომ რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრანები და გიორგი შოშიტაშვილი. ზუსტად 5 დღის წინ 11 ოქტომბერს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს ეწვია და მათთან 2-0 დამარცხა. არა უშავს ბიჭებო. თქვენ გენაცვალეთ მე. არა ბიჭოს თურქებივით 6-0 წავაგებდი. ხო, მერე მოინდომეს თურქებმა ჩვენთანაც რომ ამოეღოთ ესპანეთთან გაშვებული 6 ბურთი. მაგრამ ჩემი ფეხები. მაგის ჩიტები ვართ ახლა ჩვენ. 4-1-ზე მეტი ვერ მოგვიგეს. კი ბატონო, არა ბიჭო. სადა მაგათთან წასაგები 6-0. ეგღა გვაკლია. რაც თავარია ბიჭები ორივე თამაშზე უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ, დაბინავდნენ და მერე ისევ უსაფრთხოდ ჩამოფრინდნენ უკან. მადლობა ღმერთს და ორგანიზატორებს. ეს ორი თამაში კი წავაგეთ, მაგრამ სამაგიეროდ იმს ჩვენები უკეთ მღეროდნენ რომ დავაკვირდი. თან მე მგონი ისინი მეტი იყო. ამ ძალიან სწრაფად დარბოდნენ, რა ვიცი, რაც ხიში. ესპანელებს იამალი, ნიკო ვილიამსი და კარვახალი არ ყავდათ, თორემ იცით რას უზამდი? დანარჩენები სუსტები იყვნენ და დაუთმეთ. თურქებთან კიდე პირველ ტაიმში თამაში დავმალეთ. არა ბიჭო, მაგრამ ისე საგულდაგულოდ გამოგვივიდა დამალვა, რომ მეორე ტაიმში ვეღარ ვიპოვეთ. კი ბატონო, დაცვას რა უჭირს, მაგრამ თავდასხმაში გაგვიჭირდა. ცოტა. ესპანეთთან მთელ თამაში ერთხელ დავარტყით და კიდევ კარგი დავარტყით. თორემ ესპანეთის მეკარე ვერაფრით დაუმტკიცებდა ეჭვიან ცოლს, რომ ნამდვილად ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული. მაგ თამაშს ილია თოფურიაც ესწრებოდა და ის იყო ერთადერთი ქართველი სტადიონზე, რომელმაც არ იცოდა გახარებოდა თუ წყენოდა ეს. მერაბდვალიშვილის რო ყოფილიყო იქ, აუცილებლად მოვიგე. არა უშავს, ნიკოლოს საწავლენ კიდევ შეგხვდებიან ესპანელები უკვე საქართველოში ჩვენ მოედანზე და ამოვადენ წვიში წმრად. მაგორითნოს. ნოემბერი წინა. მიდი ახლა შეცვალეთ ემოტორი დამეგლიჯანი. მართალი ხარ? ბათუმის აეროპორტმა მე-მილიონე მგზავრს უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. საჩუქარი მე-მილიონე მგზავრს კი არა. ვინც ითვლიდა მგზავრებს, იმისთვის უნდა გადაეცათ წესი. ყოჩაღს, მაღალი ნერვები გქონია შენი 1-2-3. ამ მე-მილიონე მგზავრს უცებ შემოეხვია ყველა და ამ ადამიანმა რა ხდება, რაშია საქმეო. არაფერი მე-მილიონე ხარ და საჩუქარი უნდა გადმოგცეთო. ამ კაცმა გავისკდა გული ვიფიქრე ეს განუბაჟებელი ჭადის ფილი და ტყევალი რომ იმქონდა. მაღაზე მიჭერდით. ყოიცი მე-მილიონე მგზავრს საჩუქრად გადასცეს თურმე ჩურჩხელები, ბევრი ტკბილეული ქართული ღვინო და სხვა რაღაცა ბევრი ხილი, ხო და ამ საჩუქრების ბაქში ჩაბარება იმდენი დაუჯდა კინაღამ დარჩა. ისე კალენდარი არ აჩოქეს მაგკაც, ეს მაინტერესებს. რა უდო დამშვა ოქტომბერში ბათუმში, სამყურში რას ვიკეთებ? რას გავუგებ ტურისტებს, ჩემო ნიკა? მოკლედ თემიდან არ გადაუხევ და დაბალ ბიუჯეტიანი მგზავრობის მოყვარულებისთვის მაქვს საინტერესო ამბავი. ერთ-ერთმა დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2026 წლისთვის ფეხზე სადგომი ადგილების ბილეთი შეიძლება გაყიდოს.
შეგენაცვალე, ჯერ დავისდარი ხო ღია, გული მაგღია და აბა, რა სიზაღე, შენ ხო ისედაც ვერ იტარ ფრენას და ახლა რა ძალაა გიყვანს. ბორტზე. ესე რა მაინტერესებს, თუ რა ფასები ექნება ნეტა ბილეთებს. წინა რიგები 50 ლარი, ფეხზე დასადგომი 25 ლარი და მთებზე ჩამოჯდება 5. აი ეგ ბოლო მინდა მე. არა ძმაო, მართლა საშიშია ასეთი ფრენა. უცებ შეიძლება მგზავრმა დაიძახოს. აქ გამიჩერე, ჩავდივარო. რა, არის. თან წარმოიდგინე პილოტი რომ კაბინიდან გეზახის. უკან არის ადგილები და გადადი. იმედია პილოტისთვის მაინც ეკრება კაბინა ფეხზე დამდგარია. ალბათ ამ ავიაკომპანიის ბილეთები ონლაინ და სხვა კომპანიებში არ გაიყიდება. მანდაც დაზოგავენ ფულს და მგზავრები რომ ჩასწრებიან, ჩამოივლის წვარწესა და დაიძახებს. აბა, მგზავრობის გადავიხადოთ. ხო და მანამდე პილოტი რო ეუბნება მგზავრს, მიდი ერთი ჩადით წამოვაწვეთ ცოტა. არი ქოქება და წავაჯიგაოთ და თვითონ პროპელერს ვატრიალებს. გეფრენავის დასაკო. და გზაში რო გეტყვის პილოტი, თუ არ გეჩქარებათ აგერ გას გავაზაფრავდებ და უცბად ვიზავ ყველაფერს და მე ავიდეთ. არ გამიკვირდება მალე რიკოცეც გააჩერო და უფასო ოსტრიმი იქან. სხვათა შორის ხაშურის სამარშრუტოს მძღოლებს ვთქვათ, კიდევ ბევრ რამეს ისწავლითო ჩვენგანო. არა ბიჭო. კი, და ჰაერში გაჩერებებსაც მოაწყობენ და თვითმფრინავი რომ ჩამოიფრეს მგზავრი ხელით ანიშნებს. დავდგები. დავდგები. შეიძლება შევცვალოთ თემა გამისკდა. მეორედ. კი ბატონო. აი, გადასარევი ამბავი მაქვს. თიანეთის მუნიციპალიტეტში ყურადღებით ახალ დაქორწინებულები 5000 ლარს მიიღებენ. პირველ შვილზე 1500 ლარს, მეორეზე 3000, ხოლო ტყუპზე 10000 ლარს. თიანეთში. მოიცა, სადაო? თიანეთი მეთქი. მე თიანეთში არ გადავიდე? აი, გადავიწიო თიანეთში. არ არის ცუდი აზრი. ამ შემოდგომას ნახეთ თქვენ. თიანეთისკენ ქორწილიანობა, აგერ ბიჭები გვეტყვია. ანუ ახლა თიანეთში სიყვარულს კი არა, ფინანსურ სტრატეგიას დაგეგმავენ უფრო. კი ბატონო, თიანეთში პოპულარული გახდება კითხვა. ეგ გოგო გიყვარს თუ უბრალოდ საინვესტიციო პაკეტად? რა დრო მოვიდა? თიანეთში ქორწილი აღარ არის რომანტიკა. ესაა ბიზნეს პროექტი. პირველი შვილი სიყვარულის ნაყოფია, მეორე ფინანსური გაფრენა. მაგარია მეზობლებში ასეთი საუბარი რომ გაიმართება. დააკვირდი, აუ ძმურად რა, ბავშვის გაკეთებამდე 3000 და აი შევირბენ და არა მაგარია, რა შევჩევი ვალი, როდის მოვა? ვერ შობა ეს. არ მაცალეს ვიქ დავავიწყე. გამოდი ხალო სახში ვალიგო გასასტურებელი. კარგია. თიანეთელ ბავშვებს რა ენაღვლება და დანიაში აპირებენ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოცმედიის გამოყენება აიკრძა. ბავშვს სოციალური ქსელის გამოყენებას აუკრძალა. აი, რას თავაზობ უკეთეს? გარეთ გავიდეს და ფეხბურთთან მოვიდეს სახში დაყიდე წიგნი აიღოს ხელში და იკითხოს. არ გეცოდებათ მომავალი თაობა დანიელებო, აი. აბა ბიჭო, ბავშვები იძულებული გახდებიან გაიცნოს საკუთარი მშობლები და კეთილდღეობა. კარგია, სამაგეროდ მშობლები შვილებს 15 წლის დაბადების დღეზე Facebook-ის პროფილს აჩუქებენ. რამ ხელას სიყვარული იქნება? აბა, თურმე საქართველოშიც აპირებდნენ იგივეს გაკეთებას. ოღონდ ჯერ ისეთ ადამიანს ეძებენ, ვინც ამის გაკეთება იცის. ისე ხუმრობა იქეთ იყოს და მშვენიერი აზრი. აბა, შვილს ამოდი ჭამე და ჩადიო მესენჯერში რატო უნდა მიწე? ხო შეიძლება აინდან გადაზახო ადამიანურად. კი, გადაირია მოკლედ მსოფლიო. უზბეკეთში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო 2000 ჩინოვნიკს ათავისუფლებენ თურმე სამსახურიდან.
ხო, გადარეულები არიან ეს უზბეკი ჩინოვნიკები. დაველაპარაკოთ კაცო. ერთი ამ ხელოვნურ ინტელექტს დაველაპარაკოთ, ეგება თანაშემწეებად მაინც დაგვტოვონ. მაგრამ ვერა. ინტერნეტი ჭედავს და იქ ვერ ელაპარაკებს. სამაგიეროდ ევროპაში ხდება სასწაულები. მიდი? ხორვატიაში გველგესლამ თრალკაც უკბინა და მოკვდა. ეს გველგესლ. ხოდა გველგესლებში საყოველთაო აცრები იწყება თურმე თრალი კაცებისგან დასაცავად. რატო სამო ჩემი ცოლი რომ მეჩხუბება? კი არის მიხარია გინაცოდოს ჩემი. გველგესლასგან ვიცავ თავს. და მომისმინე ერთი კითხვა მაქვს შეთა. გადაღების მერე დღეს რა გეგმები გაქვს? რა ვიცი რაფერი ისეთი. მე არ გინდა გველგესლებისგან თავი დავიცვათ ცოტა და კი ბატონო. მე ვიცი კარგი ვაქცინა რომელ რესტორანში აქვს. ძალიან მაგარი. რა სიტყვით ვიტევოთ თქვენ? ავიდე. გამოთქვა ხომ გაგიგონიათ მთვრალი კაცი, ხავი კაციო. წამოვლენ ბიჭები, საბა რას იზამენ. თქვენ კიდე გაითვალისწინეთ ქალბატონებო, ქმარი რომ დათვრება, ნუ დაუწყებთ კბენას და ნუ დაგესვა. თუ მაინც და მაინც ცეცხლიდან ნავთი დაალევინეთ და რო გამოფხიზდება, მერე უკვე. შვენიერი რჩევა, ახლა კიდე უფრო საოცარი ამბავი. აი ეს არის, აი მაგარი, აი რო იტყვიან გლეჯვა. ელტონ ჯონმა ხო იცი რომ ჩვენი ელტონ ჯონმა მისი მუხლისგან, საკუთარი მუხლისგან, ანუ მუხლი ელტონ ჯონის მუხლისგან სამაჯური დაამზადა. რა უცნაური კაცია, კაცი. წარმოიდგინეთ, მუხლი აქვს მაჯაზე. და ამიდები რო იცვლება, თურმე სამაჯურით კივა. და აღმარცე რუადი სამაჯური ჭრაჭუნობს. ეგ ისეთი მონდომებულია, შეიძლება კულონიც გააკეთებინოს 2 წელი. კი ბატონო, და არც ის გამორიცხო სალამურის გაკეთებას უნდა. მუხლისგან, ან ეს ლავიწის ძვალი. კი ბატონო, აბანები თავი. ისევ სპორტს დავუბრუნდეთ ჯობია. არ გამომიგოთ სამაჯური. მარა ხაროს მუხლები. გილოცავთ, კრისტიანო რონალდუ პირველი მილიარდელი ფეხბურთელი გახდა. გადარეულა ისე კახარებია ეს ამბავი და იმისთანა სუპრა გაშალა თურმე მეორე დღეს ისევ მილიონერობაზე იყო ჩამოსული. ხოლო ბადრი დევნოსაძე ხარაგაულის ჩხერიმელას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დროულად აიღო ხელფასი. ასვიტია რონალდუ მილიარდერი. ხედავ ჩემო პატა, სად წავიდა ფეხბურთი? არა და ხაროს რო კითხო 22 გამოშტერებული დასდევს ერთგულს. ქართველმა ჟურნალისტმა კითხა კრისტიანოს. როგორ იშოვე პირველი მილიარდიო, მაგრამ კრისტიანომ არაფერი არ უბაზოხა. არა, უზდელი რა შუაშია, კაცო, ქართულად დასული კითხვა ვერ გაიგო. მოკლედ, ბედნიერი კაცია კრისტიანო. ანუ ახლა რისი თქვა გიდა შენ მაგით რომ ფულშია ბედნიერება? არ არის ეგრე? მაშინ რონალდუ უბრალოდ ძალიან კომფორტული უბედური. თუ ეს არის, კი ბატონო, ჩემით სპორტის თემაში და ახლა ცოტა უცნაური სპორტის სახეობაზე უნდა გამცნოთ. მე მაინც მუხლზე ვფიქრობ. არა, ეს სპორტის სახეობაც მოგეწონება, ჭადრაკკრივი. იცოდით ასეთი სპორტი? კი კაცო, ეგ კი არა სხვა სახეობების დაკავშირებაც იგეგმება. ფეხბურთი დომინო, კარატე ჯოკერი და კალათბურთი სეკა. კარგი სპორტია ჭადრაკკრივი, მაგრამ
ცოტა თავის ტკივილები იცი. მოდი ცოტა წესებს გამარკვი, წესებში ჭადრაკის შემდეგ კრივი როგორ იწყება, აი დაუშვა. რა უნდა, ძალიან მარტივია, წაგებული, აგიშარდება და ეგარ. შვენიერი სპორტი ყოფილა. უბრალოდ ეგა ჯერ ჭადრაკით უნდა დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერ მიხვიდე ჭადრაკა. თავისთავად. კი ბატონო. მაგარი განსხვავებული სპორტია. ჯერ ჭადრაკი გიხსნის ტვინს და მე ამ გახსნილ ტვინს კრივი გიკეტავს ისე. ჭადრაკრივი ესაა სპორტი, სადაც დაფიქრების შემდეგ პირდაპირ გირწყავ. და თუ ვერ მოიგებ ჭადრაკში, შეგიძლია მოწინააღმდეგე ცემ. ერთი ჩემი ნაცნობი მუშაობდა ნარდი წყალბურთის იდეაზე, მაგრამ მერე ნარდი წყალბურთი. რატო გადაიხო? დუშაში გააგორა და კი რაღაც დაიხარა. მაშინ ჭადრაკრივს მივაწვეთ ჯობია. მანამდე კი ჩვენს მაყურებლებს შევახსენოთ, რომ ჩვენ შოუში მუსიკალურად უკრავს და კეიპის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი. აი ხარი. ნიკუს ჭადრაკკრივის კი არა, ფეხბურთის მივაწვეთ ჯობია. წინა თამაშების ანალიზი გავაკეთოთ და უკეთესად მოვემზადოთ. აი ასე ვფიქრობ მე. კი ბატონო. აქ ვარ და სწორედ მაგ თემაზე გვაქვს ვიდეო, როგორ გააკეთეს ანალიზი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან წაგების შემდეგ. საინტერესოა ისე როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის. მოკლედ ნახეთ. ძალიან დაღლილები ხარ და ჩამოჯექით რამენაირად, დაისვენეთ ცოტა. მე არაფერს არ ვიტყვი, ჯერ თქვენ თქვით. რატო პატივცემულო მწუთინანო, თქვენ ახართ, თქვენ უნდა გვითქვათ და გვითხრათ. გულიაშვილი, ამდენი წელია ნაკრებში თამაშობ. რით ვერ გაგაგებია და რით ვერ დაიმახსოვრო, არ ვიცი ქართული. რანაირად ფრანგული და ინგლისური ხო იცი კარგად, კაცო. იმათვის მაინც გეთქვა, არ მოგვიგოთ და კაი პულმანის დავაყრით. ო, გეთქვა. გულიაშვილი, შესაქმეს მიყიდე შენ. შესაქმეს მიყიდე. რა დაგიმართა, ბიჭო, მაინც სტადიონზე. არა სცენაზე ეკრანზე რა კაი ხარ, ბიჭო. ჯამ სტადიონზე რა გჭირს, ბიჭო. თქვენს უყურეთ, ვიხოდა მაროს. რა მაგარია. ბიჭო, რა მაგარია. იმ სერიას უყურე, შეკამისო ყველაფერ. მიხოდა მარო მომინდო მაგ. უყურია მაგ შენ. ბოდიში. ისე ბოლოს დაკარგად ვითამაშე და მე მგონი თავიდანვე ბოლოდან უნდა დაგვეწყო ჩვენ, ჰა. გამომივიდეს გენიოს გრიგალაში. მე რო გეუბნები, ბიჭო, შენ მომისმინე გრიგალაში. ჯერ ბიჭო ნაკრები რო 7 ტონას იწონის. რა ნაკრებია ის? ჰა? 7 და 100 ბა. ხოდა რო თვითმფრინა რო ვერ აქცია იმ დღეს. ეხით რო იმგზავრებთ, შემდეგ თამაშზე გასვლა რო გვეკნება. ნახავთ მე. ბიჭო, მე შეოჯახა შენებულო გრიგალაშვილი. რო გეუბნები, ის კაცია, აიყვანე ის კაცი. ხელში არ უნდა აიყვანო. მე რა ვიცი გასო, რა ვიცი. ეგრე გეთქვა მე რა. მომკლავთ უჯო მე თქვენ, მომკლავთ, აღარ შემიძლია. ყველა ნორმალური ნაკრები სურთნელი თამაშის მერე რაღაც ალკოჰოლურ სასმელს სვამს და მე კორვალობს, რატო სვამ, გამაგები. უი, პატიცემულო მაგდროს მარტო კორვალოლი არ შელის, ისიც უნდა კატაბალახა, საუბალახა და ის რა ქვია, კუნელი, ხო, კუნელი. პიგვინა მარათელი. შენ რო იცოდე, საერთოდ არ მომწონხარ მე. მე რატო, მე არა ვარ გუნჩი, საერთოდ მე ფან-კლუბის ის ვარ, წევრი და მიტომაც ეს ფორმა, მე რას მეც. ხოდა რო არ მომწონხარ, მიტო არა ხარ. და საერთოდ რა მაინტერესებს იცი? თუ ხარ ეს პიყვინა იყავი ბოლომდე. არ დავინახო გრამი რომ მოიკლო იცოდე რა.
არ დავინახო, ხო ხედავ, გაგდის გოლები. შენსა რა კარგად იყავ, ბიჭო, გაბიზვინებული. ერთი ბურთი ელეტეოდა, კარებში ისე ქონა მოკოლი. მომინდე. ეგრე იყო. მომინდობა, დამეთახრე შენ. მე ჩემი ბრალი არ იყო ის ბატონო პატივცემულო, იმიტომ რომ მე წნევას ვიზომავდი იმ მომენტში და განძრევა არ შეიძლება მაგ დროს და თორე ჩათლახოღლუ გამიტანდა მეგო. ხალხანოღლუა ეგ. გენახა რა ფერ დამაშობდა და მე ნახავდი ჩალხანოღლუა თუ ჩათლახოღლუ მაგიჩუ. კრიზი. მომისმინე. ერთი წუთი რაღაცას ვიტყვი მეც ხო შეიძლება. მე მაგ იდეა როგორ უნდა მოვიგოთ ყველა თამაში. ძანეთ. მეორე გრაბიანი უზახე შენ ნახე. იდეა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გულშემატკივარი ბავშვები მოუკრიბოთ, შევუშვათ სტადიონზე, ზოგს მაიკას თხოვენ, ზოგს შორს თხოვენ. ჩვენ ამ დროს ვითარხებ დროს, მე შევარდები, მივიღებ ბურთს, გადავაწოდებ და მე გადავაწოდე მე მაგარი ვარ აბა. შეგებია, ეიბა შეგები. შენი ხმა არ გამიგონო საერთოდ. ეს ზონდიკით რო თამაშობ რა არის ეს? არაცხელია მთხო, რა იქნება მეგრელცო, მაგრამ აკეთებსო და იქნება იმ სერიალში როა და ჩამისვა სადმეო და იმის ხატრით ჩასვიდო, ვინ ოხერს გაახსენდებოდი შენ? აღარ დაკინახო საერთოდ. წადი აღარ დაკინახო. შენ კიდე ბიჭო ლოსაბერიძე. წადი ბიჭო მოედანზე მაინც გახოხა. ისე მაინც გადაგობდი კიტაკი. თუ არა ვიზგი და დაუდგინო რომ ფეხბურთი გაქვს რა თამაში. აბერ გაფითქინებული მაიკაცი ერთი და საერთოდ არ არის და ახალი ვით არის. მაღაზიიდან მოდის თუ სტადიონიდან კაიგეს შენ. არა ორივე ტაიმი მოედანზე. მე ვიცი როგორ უნდა გადავუხადოთ საერთოდ სამაგიერო თურქებს. გითხრა? თხოვთ, გედიოს. როგორ და აღარ წავიდეთ ქართველები იქით დასასვენებლად თურქეთში. ეხლა თუ ვერ მოუგებთ ბიუჯეტს მაინც ხო დავართ ამ მაგას სამაგიდე და დაცვალებე, ჩემი ნიჭიერი, იმედა. შენ უნდა დაგარგვა იმედა, ძალიან დიდი იმედი მაქვს შენი, მეცდებთან ქვეყანას რა. მომისმინეთ აგერ მოკლე. შემდეგ თამაში ესპანეთთან შემდეგ თამაშზე. თამაშობთ 4-3-3-2-1 ტაქტიკით. თითები გამაკლდა თუ მე ვერ ავთვლი რაღაცა ბევრი ციფრი გითხარი. მე დაკლებას მეტი იყო საჯობია. ეგეც მართალია, ოღონდ მე შემდეგ თამაშზე ვერ ვიქნები. აქედან ვიიცოდეთ. რატო? მომხარა გულია შენ. ბიჭოლა ჩემი ხდება 60 წლის და იქ ვიდავიღე. და მე რაში გიშლის ეგრეს? დავადავართ რა დავაკეთე. და მე მოდი დაბადობის მერე. თან მაისურიც არ მაქვს. გადაუგდე მაყურებელს და აღარ დამიბრუნა. ტილდიანი. ხო. გაიძრე მაისური და მიეცინულია. მე შენ იამალის მაისურს შეგაცმევ და იმით შეგაფარებ. იქნება გეშველის რა. დიდი მადლობა. ტილდიანი. აღარ შემიძლია მოკუდი კაცი. რა ვქნა არ ვიცი რა. მე ვიცი. ამაშაკრე ვიმღეროთ. და მეორე ჭკვიანი. ვიმღეროთ. უნდა ვიმღეროთ. რა ვიმღეროთ? გულიაში ზოგერლა მოგისაგე გადაიღეს. გეტყვით, ესპანელები არ ვიცი და ქართველები ჭირშიც და ხიში ცხოვს ვიმღეროდით და ეხლაც ვიმღეროთ, რა პრობლემაა? ხო. აგერ აღლება და ვიმღეროთ. ეგ იქნება გაჭრას. მიდი, აბა დავიდა. დავწყოთ მაგიდე და საფრთხე. არ მახსოვს არ წაეგოს და თავი შარში არ გაეყოს მარცხი ცუდია არ ვკამათო ზოგჯერ წაგები დაცვა მაყობ და რაც კარგები ვარ სულ ქართველები ვარ და ყველაზე მაგრები ჩვენა ვარ ჩვენ თვითი თამაში გარტუნებ თამაში მერე როცა მუნდიალზე გავალთ და ჩვენც გავალთ მაინც გავალთ მუნდიალს ნახავთ მალე მალე
დღეს არა ხვალე 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 ჩვენს გავალ მალე 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 go 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 ale 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 Kwemi meti me muda max Ვიცი ბრძოლებთ გაწირავ თავს ხასვა ჩვენოთ გთხოვთ კარგი შოუ მე გაგამხნევებ go bicho go ურებს არ ჩამოყრით და მაინც არ მოთხით კომაგებად მოგიწყენია ჩვენი აწყო თამაშსა ვაწყობთ დამომავალი მაინც ჩვენია სულ ჩვენია და ჩვენია მუნდიალს ნახავთ მალე მალე დღეს არა ხვალე 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 ჩვენს გავალ მალე 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 go 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 ale 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 სტადიონზე შევალთ და ვიწყებ შეტევას სვისკართან შექმნით უამრავ მომენტს გოლების შეგდება და თავბრუმე ხვევა მეთოდეს ბურთით არ გავატარებთ გავიმარჯვებთ ჩვენ მოვიგებთ გავიხარებთ მუნდიალს ნახავთ მალე მალე დღეს არა ხვალე 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 ჩვენს გავალ მალე 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 go 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 ale 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 მუნდიალს ნახავთ მალე მალე დღეს არა ხვალე 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 ჩვენს გავალ მალე 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 go 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 ale 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 აი ისევ დაუბრუნდით და სანამ თქვენ რეკლამას უყურებდით მე და პატას ისევ კამათი მოგვივიდა ყევადაღებულ თემაზე ვისი ღვინო ჯობია და ვისი პორმარილი ჯობია რა არის ხალხო ამაში საკამათო გამაგებინეთ მე რამდენი წელია აი ამაზე ვკამათოთ მე ვერ გავიგე საქვეყნოდ არის ცნობილი კახური პურმარილი და ღვინო მორჩა უყურე მოიცადა იმერულ სუპრაზე არ გაგიგია და გსმენი არაფერი თუ როგორ აშენის საქმე ახლა მოდი ამაზე ნუ დავჭამთ მე და შენ ერთმანეთს ძალიან გთხოვ თან საქვეყნოდ არ გვინდა კამათი უკვე მე მგონი რომ მოვაბეზდეთ მაყურებელს თავი ამ კახეთი იმერეთი აბა რა ვქნათ მაშინ გამაგება კომპეტენტურ პირებს რო ვკითხოთ აზრი ჩვენც გაგვარკვევენ და მაყურებელსაც არ შეიძლება ნამდვილ კახელს და იმერელს რა სიტყვი მე სად არიან ეს ნამდვილი კახელი და იმერელი ბიჭო მიხოთა ჩიტოვიჩი სად არიან ხოთა სად არიან სად არიან და ეხლავე რა პრობლემაა შეგონია რა მაყურებელმა არ იცის ერთი ბე ეგ არის ჩიტოვიჩი ეს არის მიხო დაგავისთა ხო უკვე კითხოთ აი ნახე როგორ ხდება ეხლა გეტყვი მუსით შამამბედი შაირუა იხარია და აპრთხიალები ჩიტივი აბა ერთი ვნახო თუ რა შაგიძლია ენაკი გაგვზეს ტაფონი ხილივი იგე შაირება და გაღარი და ამიჯერი ბომისაგან გასივდები ტიგივი იმერელთან რომ გაბედება ეკრობა მეშინი აზიანი არ მოგადგეს რაზე ფიქრობ ეგამხელა თავი როგად გურჯანის წრიული ვით რომ გაბებს აღარ იღირს დამიჯერე გაგრძელება ეს კონფლიქტი იქნება აქვე მოგვარდეს
იმერეთში დამელია კარგი ღვინო დიდი ხანი მოქონდა ამიგოცანება სარიელი შახარი და წყალი რონგა აგესეირანაც დამემოწამება ერთი კერო მურწმიტონა ღვინოის წურამ ეგეც სოფლიოს ვერ ვისაუწრება ღვინის ცნობა არ გსოდნია მეწევები გუდაზე მაქვს უკვე თავი მოგრული ძოლი გოურს რომ მიწუნებ ასე ვფიქრობ ცელოფანი გაქვს პირში გამოგრული შედასტუბრად რომ იყავი გამახსენდა ტორჩი ციცკა ქონდა გვერდით მოდგმული ფორმალილით ჩვენ რომ წინ ვართ აღიარე ვერ გვეწევით იგეთია მანაწილი თქვენს უფრაი რომ სჯობია ეს მორია მოთანთანი ხაშალამა და ანაწილი შარკინება რომ გაბედე დავიჯერო აღარ გინდა არც სიმშვიდე არც ძილი სუღრის გაშლა მე რო ვიცი ეგრე უნდა არ გეკონოთ რამეს მართლა ვამეტებ ურბარილი სუფრაზე რო არ ეტევა ხაჭაპურებს ლურს მიტკედელს ვაჭედებ 20 კაცი რომ ყავს დაბაიჯებული სუფრას მაინც 40 კაცზე ვაკეთებ აღარ გვინდა მოდი ამადენი გამათი ეკომპლექტი ცხოვრებიდან წავშარო ღვინო ჩემი ფურმარილი შენზე იყო აქ ერთი დიდი სუფრა გამშალო თან რამ გაყო კახეთი და იმერეთი კუთხეება და რატომ უნდა დავშალო ენაცვალეთ სანამ ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენდით, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყოველ შაბათ-კვირას კომედი არსი საღამოს 8 საათზე უნდა აუცილებლად უყუროთ სერიალს მიხო და მაროს. შესაბამისად, შემოპარდა ძალიან კარგი სტუმარი, რომელიც უნდა წარვადგინოთ ახლა ჩვენ შოუში. ამ სერიალთან უკვე დაკავშირებული გახდა. კი ბატონო და მოდი წარმოგვიდგინოთ. მოგლეთ ჩემო ძვირფასებო, მინდა ჩვენი სტუმარი მოვიწვიო სტუდიაში. რა ვიცი, რეგალიები რო ჩამოვთვალოთ ახლა, ბევრი აქვს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, მაინც მარტო მსახიობი, მომღერალი, კარგი ცამადა, ჩვენი მეგობარი. დანარჩენს თვითონ მოგახსენეთ, მოგლეთ კოდე მჟავია გახლავთ ჩვენი სტუმარი. მადლობა ბიჭებს. მადლობა. ასე ჯობია ვა. შეგენაცვალე რომ კაი კოსტუმში მოვბრძანდი. დედაჩემის შემოქმედებაა სხვათა შორის და დღეს ესე გადავწყვიტე რომ მოსულიყავი კი ბატონო. და მე შემომაქვს წინადადება ნიკოლოზ რომ სერიალში 10 წლის შემდეგ სერიებში რაც უკვე გადაღებულია. იმას აღაეშველეო. ხო. აი მშვენიერია პირდაპირ გვაქვს შენი კოსტუმი გვაქვს. კი ბატონო. ეს ახლა კარგი აქ შინაურული საუბარი რომ მოვაწყოთ, მაგრამ ხალხიც გიყურებს. ასე შეიძლება. სადულად შეიძლება, სამგაცვა, რატო უნდა შეიძლება ის რა ნაირად. ბარემ ჩავეკითხები, სხვა ფერებიც გაქვს. შეიძლება რაღაცების მოძებნა ბატონო. მოკლედ ჩემო ძირფასებო, კოტე ყოველთვის ყველა გადაცემაში ძალიან სასურველი სტუმარი გახლავთ თავისი ნიჭერების გამო, თუმცა გვაქვს სიახლე როგორც მიხვდით და ფაქტიურად თქვით რაღაცა ნაწილი ჩვენს და თქვენს უძვირფასეს და საყვარელ სერიალში მიხო და მაროში დაემატა გმირი გურული კაცი. ავატანო. და თუ არა კოტე ვინ იქნება? და ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიის შემოპატა პირადად შენ, ჩემს ნიკას და თელ შემოქმედები ჯგუფს რომ ამ გურული პერსონაჟის პროტოტიპად მე არ მოგიდეკით თვალწინ და რა ვიცი შევეცდები რომ
გავამართლო. თქვენი იმედები და ყველაფერი. შევეცდები ყველა. ისეთი 1-2 ისეთი მაგარი ეპიზოდია, რომ ღირს დალოდება ნამდვილად რა. ხო, სიმართლე გითხრა. პირველად რო დამირეკა, პატამ დამირეკა პირველად და ნუ გავისაუბრეთ ორი სიტყვით და მითხრა ესეთი რაღაცა, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს ახლა. დაახლოებით ჩემი თეატრის სპეციფიკა იცით ახლა როგორ არის და ბევრი არა, მაგრამ დაახლოებით 100-150-მდე როლი მაქვს ნათამაშები, ყველაზე დიდი, ნუ აი რამდენიც არ. რა გინაღლება საკუთარი თეატრი? იმ სახეებმა იკითხონ, ვინც რეჟისორებზე არიან დამოკიდებული. აი ბატონო, არის ეგეთი. ესე იგი, შენი ასაკით ვივშენებ ბოდიში კი, როგორ გეკადრება? შენ ღმერთმა თითქოს გამყოფოს, მაგრამ რომ მიაღწე ვარსკვლავის ასაკამდე, 3,000-3,500 როლი შევეცდები დავაგროვო. რეკორდი მოხსნილია. აგახაროს ღმერთმა. ხო, ეხლა მეორე საკითხია, რამდენად კარგად გამომდის და არ გამომდის, მაგრამ ეს მე ჩვენმა მაყურებელმა განსაჯოს მე. კარგად რო არ გამოგდიოდეს 150-ს ვიგათამაშებდა, იქნებ 2-ზე გაჩერებული და მე ერთხელ წადოთ მეორე. ნიკოლო შეხევიჭო რა არის მაინც ეს ისა პროფესიული ბოღმა. უცებ დავიბოღმე 150 როლი რა ამბავია დაუკელი ცოტა. კარგი. 70 იყოს, 80 იყოს, აზრო. მოკლედ რა მინდა ეცი თქვა ჩემო ბატონო. აქ ბევრს უნდა რაღაც თქვა, მაგრამ ვაცდი. გენაცვალე. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუპირველად მაქვს ერთხელ ნათამაშები ზურიკელა ვითამაშე და მე გურული პერსონაჟი არასოდეს ჩემს რეპერტუარში გურული პერსონაჟი და თან ახლა მაყურებელიც ნახავს მე თან ესეთი ძაფრი გურული მით უმეტეს არ ყოფილა და ბევრი ვიფიქრე მოკლედ ამაზე რა როგორ და ნუ ახლა ჩვენი პროფესია მოგეხსენებათ როგორ არის იქ ვიღაცას გახსოვს ბავშვობაში ზოგი შენი მეზობელი ზოგი როგორ საუბრობდა ზოგი როგორ დადიოდა ზვის რა მანერა ქონდა ასე შემდეგ და გურულები ესეთი კარგი გაგებით გამორჩეულები ბრძანდებით რომ მე მგონი გაგიჭირდებოდა თლაც საუკეთესო და გამორჩევა ცოტა რთულია ერთი არ მინდა სახელი და გვარი დავამახსოვრო მაგალითად დომენტი იყოს შენ თავზე დომენტი დოლიძე გახლავთ მისი პერსონაჟი კი ბატონო დოლიძე ცოტა უსაური გვარი გიშეურჩევიათ აი როს გაუხარდება როგორი ტიპი ახლა წარმოიდგინე ისა რა ქვია მაგალითად ერთი ესეთ გოგო უყვარდა კაც სკოლაში კლასში გოგო და როგორ ეუბნებს ახლა სიყვა ჩემი დაიეთ უყვარ წამოვყევი ცოლად ჩემი დაიეთ ვარ წავეცილოთ. ეს დაია უნდა ვათამაშო სერიალში აუცილებლად. ჯიგარი. ერთი მეზობელი ყავს კიდე ისეო, ქალთან თუ ხარ ნამყოფიო და არა ბაღნებს გეფიცებიო. აბა ბაღნებს. გები არიან. მაგრები. ხო და. რა ვიცი ასე რაღაცებს თან ეხა მქონდა პირველი გადაღება, მე მგონი დასამალი ეს არ არის და არც სამეგობროში არ არის ეს ვისა რა ქვია დასაძრახი რომ პირველი ღელავდი სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ არ არის ეხლა ბუნებრივი ხო ესეთი ამბავია და რაღაცნაირად და იმედი მაქვს რომ შემდეგ უფრო არა შენ წარმოიდგინე შენ თუ ღელავდი და ასე გააკეთე რო არის ღელვები მე რა გველოდი აგა შენოს ღმერთმა სიმართლე გითხრა კი არა სოლო დაიღელო ზაღ დაწყარებული გურული არ ვირა არის ვარგეს დაწყარებული გურული თავისთავად კარგი ოკეი შენ თეატრი ახსენე და ძალიან მართლა ისე დიდ საქმეს აკეთებ არა მარტო იმიტომ ჩემო ნიკოლოზო თეატრი თავისთავად ბევრ კარგ საქმეს აკეთებს განსაკუთრებული მიმართულება გაქვს ჩვენი ახალგაზრდები მოვაყენოთ ესე იგი მათი განათლება იმიტომ რომ ჩვენ ასაკშიც ესე იყო დაუშვათ იგივე ის ჩვენი ბუმბერაზი მწერლებს ძირითადად ჩვენი თაობა განსაკუთრებულად აბონემენტური სისტემა კი ბატონო თეატრში დავდიოდით ორი სიტყვით გეტყვით მე რა ვიცი ვაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად რომელთანაც უკვე აგერ მართლა 25 წელია 27 წელი ერთად მოვდივარ და აბონემენტური სისტემაა კი ბატონო და ჩვენ როგორ გითხრათ იცი თავიდან ცოტა რთულად იყო ეს ეხა მაგალითად აი მარტივად რო თქვა ჯერ ხო იდუმალი სამყაროა ეს ჩვენი თეატრალური ხელოვნება ზოგადად და თეატრი საოცარი სამყაროა ერთადერთი მე მგონი სოფლიოში დარჩენილი ბოლო კომუნიკაციის საშუალებაა ფლეშკაზე რო არ იწერება
დანარჩენი ყველაფერი ფლეშკაზე იწერება და თავიდან რთულად ჩემს თეატრში მაგალითად არასოდეს არ გამოცხადებულა რომ გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები. არასოდეს არ მიქნია ეგ. თავიდან რთულად იყო ეგ. ხდებოდა. დღეს ჩემთან ახლა როცა მოყავს ტრანსპორტს ბავშვები 100 ბავშვი რომ მოდის არც ერთ ბავშვს დარბაზში ტელეფონი აღარ შემოაქვს. არავის თქმა არ ჭირდება მას ამისთვის. გაიზარდა. არავის არ იციან როგორ მოწესრიგებულად მოვიდნენ და მე კიდე Google-ის თაობას ვეძახით ახლა ჩვენ ყველა ტელეფონშია თუ რაღაცა და ცოტა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რთულად დასაჭერია, მაგრამ ამაზე კარგი მაყურებელი, ამაზე სუფთა მაყურებელი და ამაზე სწორად აღმქმელი მაყურებელი, არ ვიცი, ალბათ მე არ მეგულება და რა ვიცი. გენაცვალე. მაგარია, კარგ საქმეს საკეთებ და გახაროს ღმერთო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობა. საქმეში. ახლა მაინც ჩვენ ველოდებით შენგან რაღაცა ისეთ ისტორიას რამე ისეც რაც შეიძლება რომ ჩვენ მოდი რა პირდაპირად ახლა როგორც შენ თქვი ხა ფლეშკის რატო უნდა გადმორთოს ჩვენმა მაყურებელმა მოგვიყევი ახლა რამე ისტორია ახალი და კარგი ჯერ კონტეს ახლა სანამ დაიწყებდეს თვითონ როლინგში მინდა აღნიშნო რომ ძალიან უყვარს თავისი კუთხე რა და კი ბატონო როცა აქ დრო და საშუალება ამის თუნდაც ერთი დღით აუცილებლად ჩაირმეს ხოლმე იქ და კი ბატონო ბევრჯერ ყოფილა მეცნამ ყოფილი ვარ კოტესთან როგორ არ ვარ ყოფილა დიდი რჩო შესაბამისად ვერე კომუნიკაცია უწევს თავის მეზობლებთანაც მეგობრებთან კი ნამდვილად გამორჩეული ამ კუთხით ეს დალოცვილი მხარე რომ იუმორთან მართლა ძალიან ახლოს არიან და თან ეს ბუნებრივად ხდება ისე რა ქვია უბრალოდ შენ თუ გაქვს იმის უნარი რომ ეს მე დაიჭირო და რაღაცა კარგი ისტორია მაქვს ერთი მაგრამ არ ვიცი ჩვენი ფორმატი ცოტა როგორ მომცემს უსდავად აპარას მაგრამ სანამ მაგ ისტორიაზე გადაღებაზე რო ანეკდოტი მომიყევი ხო თუ არ ჭირდება ძალიან ისეთი გურული ანეკდოტია გურიაში ლოთი გარდაიცვალა რა და მივიდნენ თავისი მეგობრები რა სამძიმარს და წრეს რო ურტყამენ ერთი ეუნება მეორეს რომ შეხედეო ბიჭო რა კაი ფერი აქვს კაი ფერი ექნება 3 დღე არდულევი აბა რა იქნება მე ვიდა ფერზე გაცი ბიჭო ძალიან მომეწონა კარგია ამაგის ბიჭო ერთი კარგი კაცი არის გურიაში მართლა პერსონალიზირებას ვერ გავაკეთებ არ გამოვა 75 წლის არის უფროსი მეგობარი. და ახლა ჩასული რო ვიყავი, რა ფერ ხარ მეთქი უკითხე. იშავიძია მეთქი. ლახატ კოტიავიძია მეთქი. რა იყო მე ვთხარ. ერთი თვეი არ მძინებია. შევწუხდი ახლა ერთი თვეია 75 წლია რა. რატომ იშავიძია მე ვთხარ. ვიძიაო მეთქა თვეში ერჯელ მიდგება და რო არ გავომეპაროს. ვა ვარაულო რა გავაკეთო აპატიებს მაგრამ ისეთი კარგი ყველაზე მაგარი არის ელოდებოდა ამ შეკითხვას როდის დაუსვამდი ამისთვის იყო მომზადებული იმიტომ რომ პაპაზუღია გზადია აუ კაი მაგრები არის ძალიან მიყვარს ხოლმე მეც გურიაში ჩასვლა რა და ერთის გამახსენდა უცებ სუპრასტარს ხედვა რა მინდოდა ხა საცოლებს ნახავ სუპრასტარ ვიქნე ხო და ეს გურულები არის ზერთად აი ესეთ ადგილზე რო ვარ მაგალითად მე მაქსიმალურად ვცდილობ ჩუმად ვიყო და მოუსვი არ ჩასაფრებული რო რაღაცა ისტორია ხო და აი ჩაულებრივი საქციელი იმდენად პარტია თვითონაც აქვს ახლა ადგე ერთი ხოჭას კედლის ხარესოზე და გამადარე გამიშვი ბანცალები ლაბარიგო ბოლო გაატაგა ადე გამიშვი რო გავიდა მე წამოდო ფეხი გრაფინიტო რაღაცა ციტით რო ხოსა იქცე ზღვირო და აქცია ხო ეს დაჭერე მაგიზადე კი ადგომაზე გავიგავ კუკურაინ წირველი მყავდა 10 ხონო ერთმა საოცარი კაცი ფანფალეთში მეზობელი და კუთხეში მოუწია ჯდომა ხო ნადობა იყო მაშინ ნადზე დავდიოდ
ხო და რომ გვინომ რომ გაათფო თავი ერთმა უთხრა გამატარეო მე იმას შემოტარება ხო უნდა და ერთ მეხუთე მეექვსე კაცმა რო შეაწუხა გამატარეო ვიჯო თქვენ აღარ გვინოს სუამ თუ შარდეს მაგიზე და ჯიგარი აგრები არიან კარგები არიან და ამიტომაც ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ უთხრათ რომ ჩვენ სერიალში მიხოდა მაროში ვინც ახლა შეგვიგვეს რომ პერსონაჟი დაემატება და შენზე კარგ არჩევანს როგორც გული კაცის ვერ გავა ძალიან დიდი მადლობა და შენ თამადობას რო არ შევეხოთ ეხა არ გამო თამადობა ეს არ არის ეხლა ისეთი მაგარა ხელწამოსაკრავი საქმე აი ძალიან მე მაგალითად ეხა იცით თქვენ გარდა იმისა რომ პროფესიულად გვერდად მეგობრობ და მე თავს ვარიდებ მეც ვარიდებ სამთელობით აღარ მიწყობს ხელს და ვიცი შენ თვას ეხა აქ რო გვიყურებ ჩვენ რაც სტენდი და უბედურება გვიდგა შეიძლება 1-2 გექტარი ის მორწყავით კი ბატონო კარგი იყო დღეს რა მაგარი უცებ ვიტყვი შენ მე და ჩვენი მეგობრები ბატონი მერაბი არა ისე ვაპირებდით მისვლას რა გამოკვლევაზე კი შენ ერთად გადავწყვეტ მარტო არ გინდა მისვლა ხო და მაგარი რა კაცო ჩვენი ბონდობს სად არის და გადავწყვეტოთ და დავიშოთ ხუჩაბად საღამოს უნდა წავიდეთ უნდა დარჩე ერთი დღე რომ ეს გამოკვლევა ხო და გირეკავს ის ფენებს კლინიკა ხვალო და არსებიდან არ დაგუსწრებიან არ ასდროს რემონტი გაკეთა სამჯერ მაშინას მუშაობდა რემონტის დროს ერთ სართულიკა და მე მეორე მოკლედ უნდა ითქვას რომ ეს ჩვენი ბონდო ჩვენი ძმა სასწაული კაცი ჩვენი გულის ექიმი მოკლედ და უყვარს ხო სუფრასთან ძალიან მოკლედ სასწაულად უყვარს მოფერება სუფრა კეიფი და დღეს იწერება საერთო ჯგუფი გონი ეხლაო გერმანელები მყავსო სველების ჯგუფი დაახლოებით ეგარი და ყველა ერთად ვართ იქანა დღესო სტუმრები მყავსო გერმანიიდან რაღაც ახალ იმას ნერგავენ ოპერაციებს რა და აწიო 200 წელი უნდა გაცოცხლოთო და ერთი ლევანი მყავს ჩვენც მაგაც იმან მიწერა 200 არ მინდა ერთი 20 მაცოცხლე გაფიცებო ნუ დავხოცე ხალხი გურული რო შევიდა მასეთან ბავში მოეწონა ერთი ქალბატონი და რა ღირსო ქალბატონო თქვენთან ღამის გატარებაო საათიო $100 ამ ქალბატონო და კლაყიდიცა აი მე რა მაგრები არგია ნუ თამადობაზე თქვით და გაგვექცა რა თამადობაზე ხა აი მე რა მიდოდა იცი მაპატიე რა საერთოდ არის ეხა მე რო უსმენ ხოლმე ჩემს მეგობრებს რა ეხა ვიცი მაგალითად ნიკოლოზის საყვარელი სადღერძელო რა და განსაკუთრებულად სვავ შენიც ვიცი სხვათა შორის მაგრამ აქ ერთი თავარი კითხვაა რა არის ხანდახან სუფრები რომ მაგ სადღერძელოდე ვერ მიდ არის ეგეთი რანაირად აკვეხებთ ხოლმე მაინც თქვენ საყვარელ სადღერძელოს ამინდა უნდა ჩასვა თავში გადმეიტანო შენ ხელში არა კარგი თამადის მოსმენას არაფერი არ ჯობია მე მაგალითად ცხონებული ზურიკო ქაფიანიძის მოსმენას აი არ მირჩევნოდა არაფერი რა აი ნიკაც ამას ამბობს მე სამწუხაროდ არ ვიცნობდი ესეთი ჯადოსნური ის ქონდა ამ კაცს მომსხველი საუბარი და გული სხვანაირად იცოდა რა სხვანაირი იყო და ალბათ აი ამ ყველაფერი ამის შემხედვარე ხო მე სულ მინდოდა რომ რაღაცნაირად მივსგავსებოდი აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად არ ვიცი დღესაც ვთილობ სხვათა შორის რომ რაღაცა წამოვკრა იქ იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო ხო იცი რა მე მაინც მგონია რომ შენი გაკ ყველაფერი და ეს ისე გამოიძერც ხო რა კი შინაგანად მესმის რასაც ამბობ გასაგებია განსაკუთრებით მსახიობებისთვის მაგრამ ეხა იცი რა თავისთავად მივედით იქამდე რაც შენ კარგად იცი ხა ამისთანა ჭები მყავდნენ მე სტუდიაში და რაღაცნაირად არ გამოვაცხოთ ერთად რამე დაიცი გთხოვ რამე იქნება წაგვეკითხო რამე და მე რაღაცა გადავაბათ რასაც შევძლებთ რა ვიცი დაიწყეთ რამე ბიჭებო და ან დაიწყებს და მე იაყევით როგორც მართლა ერთი დიდი სიამოვნება ზოგადად აქაურობა და მე ამ ბიჭებთან ერთად მღერაც ლექსისტმაც სიტყვა პასუხიც და ყველაფერი და რა ვიცი მოვსინჯოთ რაღაცა შეგენაცვალ კი ბატონო მოდი დავიწყოთ ლექსით ლექსით კი ბატონო
დილის ბინდში ვერის ხიდზე მოხვდი თოვდა რა კარგია თოვა გადამიდგა და ბოდიშის მოხდით გამაჩერა სიგარეტი მთხოვა მივაწოდე გაიხარა კაცმა მოუკიდეთ თვრალი ვარო მითხრა გავაბოლეთ გულის ფსკერზე დათვას თქვა მადლობა რა დროაო მკითხა მე უთხარი 5 იყო დილის ხიდზე დავრჩი ის გავიდა გაღმა შეუძახა თბილის და ხიღინით ვერის აღმარცახვა თოვდა რა კარგია თოვა თოვდა სიგარეტი მქონდა რა კარგია რა ბევრი და ცოტა თოლში კაცმა სიგარეტი მთხოვ ვისაც უნდა ჩემი დანაჯვა ენახა მან თბილისის მყუდრო ებაშელახა ჩემი გულის ორა და გამაპობელი იცოდე რომ ჩემო ჩემი გულის ორა და გამაპობელი იცოდე რომ ჩემო გოგო შენახა ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამომიწოდე გაიმარჯვებ გიწოდე ჩემო ვაშე კაცო მეგობარი დაგიწოდე ხელი გამოგიწოდე გავიმარჯვებ გიწოდე ჩემო ვაშე კაცო ჩემო ვაშე კაცო ჩემს მაგას ლუკმა უჭირდეს მაშინ მეწარღვნა ამაწამიყოს ის თხილის გული და თემინდა თუ 9 ჯერს 9 და არა გაიყო რომ იცის ხვასაც ვარ გულე ის ლუკმა უფრო ტკბილია მე რამდენ გროსაც ვიშოვდი ყველაში ძმა კაცილია ქვეყანა ჩალატარაღი სიცოცხლე ზალატარაღი იქონდეს ქვეყნის სიმდიდრე ერთლა მას გალატარაღი ქვეყანა ჩალატარაღი სიცოცხლე ზალატარაღი იქონდეს ქვეყნის სიმდიდრე ერთლა მას გალატარაღი რასაც ვიშოვნი და ვხარჯავ ცხოვრებას გემოს გაუგე სამის მაგივრად გულის წორს გოდრით მიხაკებს საუღე შერო მაგრო ემრად გინდა გაბრმავებს ოქროს მწვიალი გიჯობს თემში გალიო ცხოვრება მოხერტიალი ქვეყანა ჩალატარაღი სიცოცხლე ზალატარაღი იქონდეს ქვეყნის სიმდიდრე ერთლა მას გალატარაღი ქვეყანა ჩალატარაღი სიცოცხლე ზალატარაღი იქონდეს ქვეყნის სიმდიდრე ერთლა მას გალატარაღი ერთლა მას გალატარაღი ესე იგი
ოქროპო ხარ. შემოგევლე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ კოტემჟავია, თქვენ კი ის გადაგჩენიათ და რა თქმა უნდა შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათ-კვირას კომედი არხზე საღამოს 8-ზე მიხოს და მაროს უნდა უყუროთ. ახალი კომენტი. დონიძე. ისევ დროებით, დრო. მადლობა. გულებით გემსინობებით პრომოულ შეხვედრას.